ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი მისთვის ჩვეულ პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს. საქართველო იძულებული იქნება აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. ამის შესახებ განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელთან ნილ სკოტთან შეხვედრაზე. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გაეროს მიერ მხარდაჭერილი 3 ორგანიზაცია საქმიანობს, რომელთა ძირითადი სფერო სოფლის მეურნეობა, განათლება და ჯანდაცვაა, რაულ ხაჯიმბამ საერთაშორისო ორგანიზაციებს სეპარატისტული რეჟიმის აღიარება მოსთხოვა. როგორც აფხაზური მედია იუწყება, ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა შეხვედრაზე მტკიცე პოზიცია დააფიქსირა. ამ მიმართულებით თქვენი დახმარება უფრო ქმედითი იქნებოდა. მე ვსაუბრობ ჩვენი ქვეყნის აღიარების შესაძლებლობებზე სხვა სახელმწიფოების მიერ. არ გვსურს უბრალოდ გვეხმარებოდეთ. გამოდის, რომ ცხოვრობთ და ამავე დროს გვმართავთ. საჭიროა სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების ჩამოყალიბება. საქართველო იძულებული იქნება აფხაზეთი აღიაროს და მაშინ დიალოგით სხვანაირად განვითარდება. მადლობელი ვარ იმ დახმარებისთვის, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება გვიწევს, მაგრამ ისოდეს მე უნდა დამთავრდეს. სახელმწიფოს სჭირდება დამოუკიდებელი კავშირები მსოფლიოსთან, ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროებში. მთელი ეს დრო კი არ გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენთვის მოხაზული ჩარჩოებიდან გამოვიდეთ. ეს არ არის აფხაზეთისთვის საუკეთესო სიტუაცია. ხაჯიმბას კატეგორიული ტონის მიუხედავად ნილ სკოტმა დე-ფაქტო პრეზიდენტის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა და თავის მხრივ მისი ორგანიზაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. აღნიშნა გაეროს ორგანიზაციის მიერ მათთვის გაწეული დახმარების შედეგები კერძოდ განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. მოსკოვი კი ეგრეთ წოდებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უკანონო შეთანხმებების გაფორმებას აგრძელებს ოკუპირებულ აფხაზეთთან. სოხუმსა და მოსკოვს შორის 18 მაისს სოჩში ხელი მოეწერა ეგრეთ წოდებულ ახალ შეთანხმებას შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ. აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად ამას ითვალისწინებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. მათივე ცნობით, ცენტრი იქმნება აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა საშიში დანაშაულებების წინააღმდეგ კოორდინაციისთვის. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნულ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას კონტროლის გაძლიერებისთვის მოსკოვის მიერ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მინისტრის თქმით, მოსკოვსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის გაფორმებულ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებებს როგორც ქართული მხარე, ისე საერთაშორისო თანამეგობრობა არალეგიტიმურად მიიჩნევს. ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც მორიგი ნაბიჯი, კიდევ უფრო მეტი კონტროლისათვის, კონტროლის გაძლიერებისათვის რუსეთის მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზურ საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით არ არსებობდა ერთგვაროვანი დამოკიდებულება და ნამდვილად არსებობდა პრობლემური საკითხები. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ აღიქმებოდა როგორც კონტროლის მნიშვნელოვნად გაძლიერების ინსტრუმენტად, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც აგრძელებს დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკას მიმდინარე ოკუპაციის ფონზე, აქვს ცალსახა რეაქცია, სამართლებრივად ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. რუსეთის ფედერაციასა და სოხუმს შორის გაფორმებულ უკანონო შეთანხმებას გმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა, ხოლო ახლა საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოების შერწყმა, რომლებსაც ინტეგრაციის შესახებ 2014 წლის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა, წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მკაფიო დასტურს. ეგრეთ წოდებული შეთანხმება სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო აღიარებული საზღვრების ურღვევობა. ეს არის რუსეთის ფედერაციის გამიზნული ქმედება, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა. მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას, ასევე ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესები კიდევ ერთხელ ცხადყოფს მტკიცე და კონსოლიდირებული საერთაშორისო ძალისხმევის აუცილებლობას. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პრევენციისა და დეოკუპაციის მიზნით.